გამარჯობათ ხალხო. მოგესალმებით, როგორ ხართ? სამშვიდობის, როგორ ხართ, როგორ გითხოთ? რა ხდება თქვენსკენ კარგი და ახალი? ჩვენსკენ ძველებურად. მე მგონია ხვალ მუშაობას ვიწყებთ და ამუშავდებით. აია, ცოტა გაივლის გამოივლის გიორგის ახლა. გზაშიც გადავიღებ ხოლმე მე რო წავალ დილით. კი. აია. დილით ადგომას გადავიღებთ. ვავდგებით. ხო. სანამ მოემზადებით. მომიცი გიორგის ბალის შემივეყუდები და დავეყუდები. რა ხდება თქვენსკენ კარგი და ახალი ჩემო ძვირფასებო და ტკბილებო და თბილებო. გვიყვარხართ, გვეიმედებით და რა ვიცი ყველაფერი საუკეთესო. ხალხო, რა მინდა გითხრათ ახლა. მაშინ კესარია რო გარდაიცვალა, ვიდეო ხო ჩავწერეთ და ვიღაცა უნორმალურ რომ ჯერ ეგეთი მინდა ახლა გითხრა, ჯერ ეგეთი გარდაცვლილი ადამიანს როგორ ეხები ეგეთ სიტყვებით. და მერეც მეორე, მე იმას რა ქვია, პროპაგანდას როდის ვახდენ, მითხარი? რა პროპაგანდას ახდენო? LGBTQ პროპაგანდას ახდენო. ჯერ ეგეთი პროპაგანდა არ არსებობს რაღაც. თუ შენ ეგეთი არ დაიბადე, ვერასოდეს ვერ გახდები. და კიდევ LGBT პროპაგანდა ჩვენ არ ვსიამოვნებს ეგეთი. ადამიანის ყოლელობა არანაირი ადამიანს გარდაცვლილ ადამიანს ჯერ ეგეთი როგორ ეხები და კიდე სხვა ადამიანის იმას რა ქვია ცხოვრებას და შენი საქმე არ არის და არავის საქმე არ არის ვინ ვისთან არის და ვინ ვის ვიყვარს ხო მე მშობელი ვარ და ელემენტარული ჯერ ეგეთი არანაირი პროპაგანდას არ ვახდენთ არანაირი ადამიანს ჩვენ შეურაცხყოფას არ ვაყენებთ უფალმა ჩვენ ის არ გვითხრა უფალმა ჯერ ღმერთის მე მეშინია ეგეთ რაღაცების თქმის უფალმა ჩვენ ის არ გვითხრა რომ შენ ადამიანს ნებისმიერ გლახა გზის აი სიტყვაზე ავიღოთ აი რა მნიშვნელობა აქვს აი უწესო ადამიანს აი უმსგავსო აი მოღალატეს მაგალითად სიტყვაზე გლახას გზის მეძავს ხო აი თქვათ არ მინდოდა მაგის თქმა ხო არ მინდოდა თქმა ხო ხო არ ვიძახით ჩვენ იმას თავის ცხოვრება აქვს და როგორც უნდა ისე უნდა ისე და ნამდვილად სასიკვდილოდ ყველა ცოდუა გინდა LGBT იყოს გინდა სიყვარულის უფლება ყველას აქვს გინდა ის გინდა ყველას აქვს ცხოვრების უფლება ეგ არავის საქმე არ არის არც ჩემი საქმე არ არის ვინმე როგორია არც არავის საქმე არ არის ვინ როგორია ის უფალი განსჭის იმას ხო და ყოველთვის და ცოდვა ის კი არ ისა არავის ეს რამეს გეტყვით მაინც ცოდვა საერთოდ რამე თუ გაქვს წაკითხული მოსმენილი რა გააქვს რამე გაგებული გააქვს რამე ეგ მაგას ვერ გახდები ჰომოსექსუალიზმი რაც კაცობრიობა და სამყარო შეიქმნა არსებობს მის მერე არსებობს ხალხო არის ადამიანო თქვენ არ გეუბნებით ხალხო ამას ვეუბნები აი პირდაპირ ამას არა პირდაპირ ახლა გიორგი ჩვენ საქმე არ არის ჩვენ ჯერ ეგეთი სიყვარულის უფლება აქვს ყველას აბსოლუტურად ყველას აქვს ამ სამყაროში სიყვარულის უფლება ადამიანს იმის თავისუფლება უნდა ქონდეს აქვს ვინც უნდა ის უყვარდეს და ვისთანაც უნდა ის მასთან იცხოვროს და იქ ჩვენი საქმე არ არის და პირადად ჩვენი საქმე და ჯერ ეგეთი გარდაცვლილ ადამიანს ეგეთი სიტყვებით როგორ ეხები მე ხლა იმას ვიზავ რა ქვია არ გავიმეორებ მაგ სიტყვებს რაც იმას აქენი რა ქვია შენ თქვი და შენ როგორც მოიხსენი ის ადამიანი ჩვენი საქმე არ არის ის ადამიანი საწოდავად იყო და აი თავის გაჭირვება ყოფნიდა და კიდე სასიკვდილოდ არავინ არ უნდა გაიმეტო იმის მკვლელმა ის დაიმსახურა რაც ის მიიღო რაც დაიმსახურა და ძალიანაც კარგი რა მნიშვნელობა აქვს როგორი ადამიანიც გინდა იყოს კი მე არ ვსიამოვნებს ნამდვილად არ მინდა ეგეთი ადამიანი რო არსებობდეს და იყოს მაგრამ რო არის ეგ ჩემი გადასახადი არ არის ვინ როგორი იქნება შემთხვევით შენ ხო არა ხარ და სხვა სიმასაშვები რა ქვია რა შენ გითხარ ეგეთი ხარო პროპაგანდა ხსახდენო თუ გინდა ვიყო მე მაგას რა უნდა
ამას ვისი რა საქმეა, ვინ როგორი ვიქნებით, ხო? ვისი რა 100 საქმე? წელი არ ხარ გიორგი ეგეთი ადამიანი, მაგრამ უბრალოდ არ შეიძლება. რა შენი საქმეა ჯერ ეგეთი? შენ ვინ გეკითხება, ვინ როგორ არის და სხვის იმას ცხოვრებას რატო უყურებ? სხვის პირად ცხოვრებას რატო უყურებ? ყველას თავის ცხოვრება აქვს და ყველას თავისი აზრი აქვს და გონება აქვს. და ყველას აქვს უფლება, რომ ვინც უნდა ის უყვარდეს. კი, და შენი გადასაწყვეტი ეგ არ არის. და ჯერ ეგეთი პროპაგანდა არაფრის არ არსებობს. ჯერ ეგეთი რა პრობლემა. შენ ახდენ ზუსტად სიძულილის პროპაგანდას და შენაირები კიდე ბევრი. და ეს ბნელები როდემდე უნდა იყოთ, მაგას ვერ ვხვდები. არა, ელემენტარული სიტყვაზე ავიღოთ ხარ. მორჩა დავამთავრე ამაზე საკითხი. უბრალოდ აიცი აი ამ წამოვიდა მაგ სიცუძეზე და არავის უფლება არ აქვს ჩვენ. უფლება ჩვენ არ აქვს არავის, რომ ადამიანი განვიკითხოთ, ადამიანი ზედმეტად ვინმეზე რამე ვთქვათ. ჩვენი უფლებები არ გვაძლევს უფალი იმას, რომ ჩვენ ღმერთმა რა თქვა? ნამდვილად ყველა უნდა შევიყო. ამ ქვას იმას გადავცემ, ვინც მეტყვის, რომ არ არის ცოდვილი. აბა მითხარით, რომელიმე ცოდვილები არა ვართ და სხვას რო განვიკითხავთ. ეგ ცოდვა არ არის? განიკითხე. ცოდვა ეგ არ არის. ჰომოსექსუალი და ის რო ხარ ცოდვა ეგ არ არის. ეგ კი არ არის ცოდვა. სხვას რო განიკითხავ, ცოდვა ზუსტად ეგ არის. არავის განკითხვა და გაუბედურება არ შეიძლება. უფალი ეს რა უბედურება, ბნელები რატო ხართ ხო? ზოგიერთები 21 საუკუნეა, მოდით აზრზე ცოტა. რაღაცა წაიკითხეთ მაინც. არ შეიძლება. არა გიორგი, მე იმას კი არ ვიძახი, რომ აი უნდა გამეფდეს და რაღაცა უნდა იყოს, არ უნდა იყოს, მაგრამ რო არის მე რა ჩემი გადასახადია რა ვქნა არიან ეგეთი. ცხოვრების უფლება ყველას აქვს. კი. შეიძლება შენი შვილი გამოვიდეს ეგეთი. ან შენი ვინმე ნათესავი უნდა გადააგდო? შენ ეთყობა გადააგდებ. ეგეთი ის აქვს. რა ნიშნავს? და ეს რა უბედურება არის? უნდა ციხოს პროპაგანდას. რას ვახდე? ესე იგი მე პროპაგანდას ვახდენ ამხელა ქალი? პროპაგანდას ახდენ. მე პროპაგანდას ხო წავწერე იგივე მეც ავთქვი. ესე იგი პროპაგანდას რა პროპაგანდა? სიძულილის პროპაგანდას ახდენ ამხელა ქალი ხარ თუ კაცი ხარ, მე რა ვიცი ვინ ახარ. არაფრით არ შეიძლება, არავის განკითხვა არ შეიძლება. ვინ არავინ საქმე არ არის. და შენ ეგ შენი სიტყვები უკან დაგიბრუნდება, ისე დაგიბრუნდება, რომ ვერც მიხვდები. გამიხსენებ. მერე გამიხსენებ, დაიცადე, ჯერ დაიცადე, ცხოვრება ჯერ წინა გაქვს. ჯერ სად არის? ჯერ არავინ არავის უფლება არაა. არავინ არავის უფლების დასაკეთი შენამდე არ დავიშვები და მათ სიტყვებს არ გავიმეორებ. ნაკავი. არავინ არავის გასაჯელი არ არის და ყველამ თავის თავს მიხედოს. საერთოდ ისინი კი არ უნდა გაქრნენ. შენაირები უნდა გაქრეს ამ სამყაროდან რომ ამოიზუნდოთ. ყველამ რომ ამოიზუნდოთ. ეს შენანაირები უნდა გაქრნენ. აი მაგას ვიტყვი ამის მერე. როდის საერთოდ გაქრით ამ სამყაროდან. უკეთესი იქნება. უბრალოდ გიორგი, როდის მოგწერე დღეს ეხლა ნახე. ეხლა ვნახე კომენტარი, ეხლა მოვიდა. კომენტარს გამოვიტან, ამის მერე კომენტარებს გამოვიტან, მაგრამ აი ამ კომენტარს ნამდვილად არ გამოვიტან. რომ ბავშვებიც არიან, ბავშვებიც მიყურებენ და არ მინდა რომ წაიკითხონ, რაც შენ დაწერე. ჯერ ეგეთი შენაირები როდის გაქრებით რომ ამოისუნთქოთ. ჯერ ეგეთი შენი გადასახადი არ არის. შენ არ მოავლინი ამ ქვეყანას, შენ ნო მოუჭირო ყბას. ვიღაცა ის ადამიანი ნამდვილად არ იმსახურებდა ამას. ცუდი არის ხო, ისი რა საქმეა და ცოდო არის ადამიანია, რატო ადამიანი ნებისმიერი ადამიანი სასიკვდილოდ ყველა ცოდოათან ეგეთი სიკვდილით. რატო უნდა მოკვდეს კაცო? ის იარსებოს და იყოს. შენაც ჩასახე და შენ მიეცი. თუ ჯერ ეგეთი ის არ უნდა და რა ქვია, იმასთან ყოფნა რაღაცე იყო. ხო. და თუ იყო კიდე რაღაცე კლავდა. ხო. ცხოვრების უფლება მასაც ჰქონდა. ხალხო დაგვიწერეთ აბას იმართლებს ვლაპარაკობთ თუ ტყუილს. გამაგიჟა ამ ხალხმა რა. რატომ არიან ეს ბნელები, ესე ბნელები? დაგვიწერეთ სიმართლეს სიკვდილისთვის ყველა ცოდუა და ეგეთი სადისტი ადამიანი ნებისმიერ ვიღაცას მოკლავს. მარტო ადამიანები კი არა. ესეთი ადამიანები არიან ძალიან საშიშები სამყაროსთვის, სიმართლე რომ გითხრა. ესეთი ადამიანები არიან საშიშები. და იცი რა არის? რა მინდა გითხრათ? მარტო ადამიანებში კი არ არის ესეთი ისა რა ქვია, მოვლენა. მარტო ადამიანებში არ არის.
ცხოველებშიც არის. მე მამლები მინახია, რომელებიც ის არის, რა ქვია, ეხლა არ ვიტყვი მაგას. მამლებიც მინახავს, ძაღლები მინახავს. მამალი ძაღლები. არა, ლომები მებჭია, ცხოველებშიც არის. თუ რამე არ წაგიკითხავ და უციგნური თუ ხარ, ეგ ავიცი. რამე წაიკითხე. ხო შეიძლება არა? ნამდვილად აიმე. ადრეც არსებობდა და ეხლაც არსებობს, მაგრამ ესე უმსგავსო რაღაცა და ჩვენ პროპაგანდას ახდენ. ჯერ ეგეთი პროპაგანდა არც არსებობს, რომ რაღაცის პროპაგანდა მოვახდინო. აი ჯერ ეგეთი რა პროპაგანდა მოახდინე. რომელი პროპაგანდა მოვახდინე? მე რა გითხარი, რომ ის გახდით, ხო, რა ქვია? გეი გახდი და ტრანსი გახდით, ხო? გითხარი? სულელია, რა ჩვენ თავსაც მე რა შენ გითხარი? პირადად ჩვენთან მოვედი და გითხარი ეგეთი გახდით, ხო? ვაი შენს პატრონს შესაძლოა. ჩვენი ეგეთი ვერასოდეს ვერ უბრალოდ გახდები. შემეცოდა ადამიანი და ადამიანს ნამდვილად ეგეთი სიკვდილი არცეც არავის არ იმას. არავინ არ იცის. აბა რა დავხოცოთ ადამიანები? ესე არავინ არ იცის, რომ ვის რა მოგველის ცხოვრებაში და ნუ რავი, ნუ იტყვის. და იმათ არაფერი არ დააშავეს, რომ ეგეთები არიან. და შენ აშავებ. ძალიან აშავებ თან. ნამდვილად უფალმა შენ ის არ გითხრა, რომ ვიღაცა განსაჯერო. ყველაფერს კარგს ფიქრობ მე მაგალითად მათზე. მაგ ადამიანებზე ზუსტად. და შენზე, რა ვიცი, ნორმალურმა აზროვნების ადამიანმა არ ამგონია, რომ რამე კარგი იფიქროს. მე რა ვიცი. ცოდუა ის ადამიანი, ვინც მოკვდება. ხო. ყველა ცოდუა. და შენ რო იგივე მოგივიდეს, ნამდვილად არავინ შეგიწოდებს. პირიქით გეტყვის ადრესას იკვდილოყოფილი ხარო. მე რა ვიცი. არ მოუვიდეს, ყველა კარგად იყოს, მაგრამ უბრალოდ არ შეიძლება. სამწუხაროა, რომ ამ სამყაროში ყველა იმას არიღებს, რასაც იმსახურებს. ხო, ვითომ გული შეგტკივათ ზოგიერთებს და როცა ცოცხალი იყო ის ადამიანი, მაშინ დაგეფასებიათ. და ვინც ლანძღავდით იმას აკენით, რა ქვია. მართლა ვისაც გული შეგტკიოდა ყველაფერზე და ვისაც ნორმალური აზროვნება გვაქვს, იმას აქნა, რა ქვია. იმათ თქვით, გამოვთქვით ჩვენი აზრი. შეგვეცოდა. ცოდუა, სასიკვდილოდ არავინ. მე რო გავიგე პირდაპირ, მე რო გავიგე ისა რა ქვია. მოკლაო თან როგორ სადისტურად. მე რო გავიგე რომ კესარია გარდაიცვალო, შოკი მივიღე პირდაპირ. ცოდუა, მაგრამ ჯენსე ჯანმრთელი ადამიანი ადამიანს როგორ მოუვიდა თქო და მე იმას აქნა რა ქვია. იყო მოკლაო. და არავის სიკვდილი არაა სასურველი, არავისი. ჯერ ისე წუთისოფელი აჩქარებული ხან მოკლეა ცხოვრება. ხო. მოდით დავაფასოთ ერთმანეთი. თუ არ შეგვიყვარდება, დავაფასოთ ერთმანეთი მაინც. ხო, რა მნიშვნელობა აქვს ადამიანია. დაგვანე ჩვენ არ არის სასიამოვნო, ნამდვილად ვერ ვიტყვი იმას, რომ აი ნამდვილად არ უნდა იყვნენ, არ უნდა იყოს ეგეთი რაღაცა, მაგრამ რო არსებობენ და არიან, ჩვენ ცხოვრებას მივდიოთ, როგორი ცხოვრებაც არის, ისეთი კაცობრიობა რო გაჩნდა, პირველი ხო და ადამი და ევა იყო, კაცობრიობა რო გაჩნდა, მის მერე რაც კაცობრიობა გაჩნდა, იქიდან არის ეგეთი რაღაც. პირველ ყოფილებშიც იყო. და პირველ ყოფილი არ მოიქცევა ეგრე როგორც შენ იქცევი და როგორც შენაირები კიდე ზოგიერთი. რა ბნელები ხართ ხალხო, რა დაგემართათ, რა უბედურება, სად იმას აკეთეთ, დავანებოთ ახლა თავი ხალხო, აბა დავიწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ. ჩვენ რა პროპაგანდას ვახდენთ, რა პროპაგანდას ჯერ ეგეთი ვერც მოახდენ, იმიტომ რომ პროპაგანდა არაფრის არ არსებობს. და რა პროპაგანდა მოახდინეთ ჩვენ ისეთი, რომ არიქა საქვეყნოდ გამოვედი, თუ რა ვქენი, რა გავაკეთე. უბრალოდ შემეცოდა ის პიროვნება და ნამდვილად არ არის სასურველი, რომ ვიღაცას კლავს. შენ თუ იმას გულისხმობ, რომ იმას ატარებენ, რა ქვია, პრაიც ატარებენ ხოლმე და იმას აშვებიან, ეგეც არ არის პროპაგანდა ჩემო კარგო. და შეგიძლია ინტერნეტ სივრცეში წაიკითხო. არავინ არ არის პროპაგანდა. თუ მაგას ინტერნეტი არ აქვს, წიგნები წაიკითხე. რა ვიცი, შეიძლება ეგეც არ აქვს.
იმას უთხრა, აი მიდი. მამაოსთან მიდი და დაელაპარაკე. მამაოსთან მიდი დაელაპარაკე. მამაოს კითხე, აბა. და გეტყვის, რომ ჩვენ არაფრის განსჯის უფლება არ აქვს. ის უფალი გადაუხდის იმას ყველას ამაში. ზო დავამთავრე. ხალხო ეხლა თქვენ როგორ ახართ რაშვებით? პროპაგანდა, ჯერ ეგეთი პროპაგანდა როგორ უნდა მოახდინო, დროშებით გამოვედი. ზუსტად არც ეგ არის პროპაგანდა დედა. ხო, რა ვიცი. ადამიანს ცხოვრების უფლება, სუნთქვის უფლებას აღარ აძლევთ. დაანები გიორგი მაგაზე სისულელია თქმა. ეგეთ ადამიანს ერთოდ არ უნდა გასცე პასუხი. და შენ რა უნდა გელაპარაკოთ? რა უნდა გელაპარაკო შენ თვითონ არაფერი იცი. არავის. მე უნდა გასწავლიდე ყველაფერს, კაცო. მე უნდა გასწავლო მე მგონი ყველაფერი, ხო? პროპაგანდა. კოუჩობა უნდა დავიწყო ხალხო. ჩამწერო ვიდეოები ხოლმე. უბრალოდ არავის პროპაგანდას არ ვახდეთ ჩვენ. ფსიქიატრი გესაჭიროა, ფსიქიატრი. ჩვენ თავზე ვაგებთ პასუხს, რომ არავის გამსჯი და არავის ზედმე წაროეტყვი. ეგ ჩვენ თავზე ხალხო, არ ვიცი. ის როგორია, ის ჩემი გადასახადი არ არის. და სხვის პირად ცხოვრებას ნუ უყურებ ჩემო კარგო. მაგრამ სხვის პირად ცხოვრებას ხო უნდა შეხედო შენი არა გაქვს, საკუთარი არა გაქვს. გეყოფა გიორგი ჩაითო ისე გეყოფა. მაგაზე თქოს ისე გეყოფა. მორჩი. всё, მე მორჩი მაგ ყველაფერზე საუბარს. და ღმერთმა გაუმარჯოს ისე როგორც უნდა. და ისე იცხოვროს როგორც უნდა. ყველას უფლება აქვს, ცუდსაც, კარგსაც, მეძავსაც, ღალატსაც, იმასაც, ყველას უფლება აქვს ცხოვრების და იქ ჩვენი გადასახადი არ არის. ღმერთი არსებობს და უფალი და მაგ სიტყვებს ნამდვილად არ გამიმეორებ, რაც მაგან შენ დაწერე. ნამდვილად შენ დონემდე არ დავეშვები. მაგდენი შეგნება მაქვს. და უფალი თორე შეურაცხყოფა ისეთი ვიცი, შეურაცხყოფა ისეთი ვიცი, რომ შეიძლება ის არის, რა ქვია, ვაიმე დედა მიშველეო იცახო. კარგად იყავი. და უბლოკე, იბლოკე და ეგეთია და ბრავო, კარგად იყავი. დაგემშვიდობები. სადაც გინდა იქცადი, აი დარდები. ეხლა შენზე არ ვინევრულო მე. ხალხო, ეხლა თქვენ გიბრუნდებით. როგორ ხართ? რა შვებით? ჩვენკენ ეგეთი ვიდეო აღარ ჩაიწერებოდა ბატკო, მაგრამ ეს ამას მისთვის პასუხი მინდოდა რომ გამეცა. всё, მე ვამთავრებ ამ ყველაფერზე საუბარს. კარგად იყავით, მაგრად იყავით. ვინცაც ის არის, რა ქვია, ვინც ესაც პროპაგანდა გონია ყველაფერი. წავიდეს წიგნები წაიკითხოს ურჩევნია, მე კი ნუ მიზის და მე კი ნუ მიყურებს. ჯერ ეგეთ ჩვენ არავის პროპაგანდას არ ვახდით და არავის ზედმეტად არავის არაფერს არ ვეხებით. რელიგიაზეც რო ვისაუბროთ, ალბათ ეგეთ პროპაგანდა გონია. პროპაგანდას ვერასოდეს ვერაფრისაც ვერ მოახდე. იმიტომ რომ არ არსებობს პროპაგანდა არაფრის. აი მაგალითად, ისი რა ვიღოთ, მაგას თავი დავანებოთ. ეგ ხო და აი მაგალითად რელიგია. რელიგიას ჩვენ ხო არ გვაწერია პირდაპირ, რომ ის უნდა ვიყოთ, არა? ხო. პირდაპირ ხო არ გვაწერია. ჩვენ რელიგიაც ჩვეულებრივად შეგვიძლია რომ სხვა რელიგიის ვიყოთ. ნებისმიერი რელიგია შეგვიძლია მივდები. ავერია, ამარევინა. მივიდეოთ, მაგრამ ჩვენ ქრისტიანად დავიბადეთ და ხო და ქრისტიანები. ჩვენ არ ვიბადებით არც რელიგიით და არც იმით, რა ქვია. ჩვენი სახელი შეგვიძლია შევიცვალოთ ჩვეულებრივად. გვარი შევიცვალოთ, ხო? ხო, რა ბევრსა შეუცვლია ხო. ქვეყნისგან გასვლათ. ხო, რა. შეცვლა ნებისმიერი შეიძლება, მაგრამ როგორც რელიგიით ვერავინ ვერ დაიბადება, სადაც დაიბადება, რომელი ქვეყანაშიც დაიბადები, ისეთი იმნაირი ხარ, ხო? იმ რელიგიას ეკუთვნი, ხო, თქვათ, ღმერთო მაპატიე და ნამდვილად ცუდად არა, უფალი ნებისმიერი ქვეყანაში არის ღმერთი და არ შეიძლება ვიღაცის ზედმეტად განსჯა, რანაირ პიროვნებაც გინდა იყოს. ის ჩვენი გადასახადი არ არის და ჩვენი გასაჯელი არ არის.
იმას უფლება ჩვენ აქ იმას უფალს უფლება აქვს ყველა ადამიანს აქვს ჩვენი უფლებები კი რა თქმა უნდა ეგ არის ადამიანის უფლებების დარღვევა სიძულილის პროპაგანდა ზუსტად არავინ არ უნდა გძულდეს უნდა გვიყვარდეს მოყვასით ტერი უნდა ზუსტად. აი უფალმა რა თქვა ხო თქვა არც ეკლესიაში დავდივარ არც მარხვაზე ვარ არც ზედმეტი მაგრამ უფალმა მტერსო გაგარტყავენ მეორე მიუშვირო რისთვის არის ნათქვამი რისთვის და არის უფალმა იესო ქრისტემ ხო თქვა ღმერთმა ხო თქვა რომ ამ ქვას იმას მიიცემ ვინც მეტყვის რომ უცოდველიაო ყველა ნებისმიერი ადამიანი უცოდველი არის რომელი უცოდელი მითხარი რომელი ადამიანი ვართ უცოდელი ყველა ადამიანს თავისი ცოდვა აქვს და უცოდველი ადამიანი არ შეიძლება ხალხო და რატომ იმას იზამრა ქვია. ამბობთ რატომ ამბობთ რომ ვიღაცა ღირსი იყო მოსაკლავად არავინ არავის ღირსი არ არის აი ღმერთო იმასაო რა ქვია ის რომ მოკლესო იმის ხელებს დაუყოცნიო წადი მერე კაცო ძალიან საჭი შები აი იმის მშობელს აბა კითხე როგორ გული ეწვის არავინ არ იცის ღმერთო რანაირ შვილიც გინდა ყავდეს როგორი შვილი ჩადო ხალხო ქალი არ არის ეგეთი ლამაზი როგორიც ის არა ღმერთო მაპატიე ღმერთო არავინ დედას რანაირ შვილიც გინდა ყავდეს ხო დედისთვის ყველა შვილი მწარია მაგას ვერავინ ვერ იტყვის მაგას ყველა შობლისთვის მწარია შვილი რანაირ შვილიც გინდა იყოს და აბა იმის დედას კითხე როგორი არის იმის სიმწარე ხო აი კითხე მის მშობელს ღმერთო არავის არ გამოაცდებიოს ნებისმიერი შვილი სიკვდილით არავის არ გამოაცდებიოს ღმერთმა აი ღმერთს სულებას თხოვ ღმერთო მეთქი სხვისი შვილებით დაიფარე და იქაც ჩემი მეთქი სულ ამას ვამბობ არ შეიძლება ხალხო რატომ უნდა ვისურვოთ სიძულული ვინმეს არ ვიცი ევროპაზე გვიჭირავს თვალი და იმაზე და არ ვიცი სიძულული არა ნამდვილად არ არის სასიამოვნო მე იმას ვერ ვიტყვი რომ სასიამოვნოა მაგრამ ჩვენი გადასახადი არ არის ღმერთი როგორც დაუბადა ისეთი ვიქნებით ბოლოს ჩვენ ევროპელობამდე გვიჭირავს ევროპაზე გვიჭირავს თვალი და ევროპელობაზე მაგრამ ბევრი რამე გვაქვს შესაძლებელი პირველი რიგში ეს გვაქვს შესაძლებელი რომ სიძულვილი დავივიწყოთ და არ ვძულდეს ადამიანები მართალი მაგრამ პირველი ეგ არის არა იცი რა არის მარტო ეგ კი არა ჰეტეროები არ უყვართ ამ ხალხს და დიდი ამბავი ახლა მე მაგალითად არ მიყვის არა უბრალოდ აიცი რა არის ხალხო აი თქვათ სიტყვაზე აი იმ დღეს ღმერთო ყველას დაუფარე დედა და ის 2 წლის ბავშვი რომ გარდაიცვალა ზოგმა კომენტარებში წერა 2 წლის ბავშვს რა უნდა და ბაღში 2 წლის ბავშვს მშობლები არ ყავდა რა შუაშია 2 წლის ბავშვი აბა 10 წლის და 20 წლის უნდა მიიყვანო ბაღში აი იცი რა ვიღოთ კიდევ საცოდავი იმის მშობელი ის საცოდავი ბავშვი რომ ანგელოზი უნდა ჩავიდეს მიწაში იმას რატო არ ფიქრობთ ხალხო აი მითხარი რა აი რა ჭკუაზე უნდა დადგეს აი ჭკუიდან მე გადავირიეროთ დავინახე ის ბავშვი თელი ღამე ისე ცუდად ვიყავი რომ რა ვიცი კაპლი დავლიო მაგას რო თავი დავანებო ის არის რა ქვია ის ანგელოზი რატომ უნდა ჩავიდეს მიწაში იმას კი არ უნდა საზღვარო რავდეს რომ იმ მშობელმა რატომ მიიყვანა ბაღში ვერ გასაზღვრა იმას ის არის რა ქვია აბა გიორგი 2 წლის თუ არ მიიყვანე 3 წლის თუ არ მიიყვანე 4 წლის თუ არ მიიყვანე აბა როდის ხომ უნდა მიიყვანო 10 წლისაც თუ არ მიიყვანე იმაში ბაღში და ჯერ ეგეთი კანონი ისე არის შემოსული კანონი ისეა შემოსული ხალხო აი სიცხე ქონდა თურმე ბავშვს და არა ქონია არა როგორ არის სიცხე მაუწიაო და შეიძლება ძილში აუწია იმიტომ გაითიშა ხო და ეთყობა ვირუსი ქონდა არ გააკონტროლეს ჯერ ეგეთი უნდა გააკონტროლო ხო და ის მშობელიც არაფერს არ თქვა იმიტომ რომ ბავშვი მიიყვანა არავინ ყავდა ეთყობა დატოვებული და დამტოვებელი კიდე საჭი ხო და შეიძლება იმ მშობელს როგორ უჭის და სამსახურის გარეშე რა დღეს საქართველოში ისეთი ის არის რა ქვია მდგომარეობა და ეკონომიკა ისე არის ლამის ნულზე არის მიყვანილი რომ ძიძის აყვანის ისიც არ აქვს ხალხს
ხო. ფული, საშუალება. აი მითხარ, ძიდა რომ 2 აიყო. წლის ბავშვს რა უნდა უდო? აბა რამდენი წლის უნდა მიიყვანო? გამაგებინე ხალხო, აბა ბავშვი რამდენი წლის უნდა მიიყვანო ბაღში? 10 და 11 და 10 წლის უნდა მიყო ბაღში? და ჯერჯერობით კანონი ისე არის გამოსული, რომ ბაღში თუ ბავშვმა არის არა სკოლაში არ იღებენ, ხო? არ იღებენ, ეხლა ისეთი ის არის. ხო, აბა რამდენი წლის უნდა მივიდეს ბაღში? გინდა კანონი არ იყოს, ხო? ბაღში რამდენი წლის უნდა მიიყვანო, აბა 10 წლის რო გახდება მაშინ. გიორგი, დედაჩემი მუშაობდა 8 თვის მიმიყვანო მე ბაღში, იცი შენ? 0 წლიდან მიყავთ ბავშვები ბაღში. არსებობს ბაგაბაღები. ხო, არის ეგეთი ბაღებიც არის, მაგრამ მე 8 თვის ვიყავი ბაღში რომ მიმიყვანო. ესე იგი რა, დედაჩემს ვეჯავრებოდი? სასწაული თუ გინდა. მუშაობდა და რა იქნა? რო არ ემუშავა რას იზავდა? ზოგმა დაწერა კიდე, აეყვანა ძიძო. იქნება იმ ძიძის ფული არ აქვს, ხო? ხო. შენ ხო არ გადაუხდიდი. ნებისმიერ ადამიანს ყველას არ აქვს შემოსავალი იმ ხელა. გამაგიჟეს ახლა. მილიარდერები იყო და ყველას რო აქვს, არა, წინ უნდა გაიხედო ადამიანმა. შეიძლება დღეს სიტყვაზე ავიღოთ, ღმერთმა ყველას მისცეს, იმდენი მისცეს, რომ აი დააძახებიოს აღარ გვინდაო, მაგრამ ელემენტარული ცხოვრება არ იცით. ვის როგორ შემოგვიტრია და იცი როგორები არიან? აი რაღაცა სვის კისერზე რომ შემოჩდებიან ხოლმე და ფულები რომ ესე შემოსდით, ისინი წერენ სწორედაც. ხო, ნამდვილად. ყველას ეგრე არ მოგდის, ჩემო კარგო. ყველას ეგრე არ მოგდის ფულები. ციდან არ მოდის და ხეზე კიდე არასხია ფულები. ხო და როგორ უნდა და ერთმა დაწერა კიდე ერთმა ვიღაცა იმან რა ქვია. მოხუცი ხალი იყო. წავიდეს ევროპაში და იმუშაოს იმის დედამ წასულიყო ევროპაში და იმუშაოს. მე ისე ევროპაში რომ წავიდო და რა? ძიძის ფული გადაეხადაო და ჩემო კარგებო. ძიძასთანაც მოუვიდო და მე იმ ძიძას დააბრალებდნენ, ხო? ნებისმიერ შეიძლება მშობელთანაც მოუვიდოს იმას იმ ბავშვს. შეიძლება სახში მოიყვანა ღამე დაიძინებია და ესე მოსულო და. ხო. არავინ და ანგელოზი წავიდა და ანგელოზი ჩავიდეს მიწაში. დაწერენ დამიწერენ პოემებს. ანგელოზი ჩავიდა მიწაში. მე კომენტარი კი არა რომ წავიკითხე გეპიცები ჩემ გიორგის რომ დავინახე ის ბავშვი აი ისიც ვერ აი ხელები სულ ასე ამიკანკა და კომენტარი კი არა შეიძლება ვერაფერი ვერ დავწერე. აი ის ბავშვი რომ შევხედე ანგელოზის შვილი უნდა ჩავიდეს და კიდე კომენტარებს წერენ. კომენტარი, პოემები ხალხო, კომენტარი კი არა, პოემა. საცოდაობა არ არის? წერალი არ აწეს მაგის. რა არის თქვენ დალოცვილობო? კიდე კაი არსებობს ეს წერა, კითხვა თორე რა გეშვა? კიდევ კარგი ინტერნეტი და ინტერნეტში უცეთ და ტელეფონები შემოვიდა. კიდე გამოაჭენებენ ამ ყველაფერს რა. მე დავიღალე. კიდევ კარგი შემოვიდა თორე რა ეშველებოდა ზოგიერთს. არ შეიძლება აი ცრემლები წამომცვინა ხალხო გეპიცები გიორგის იმ დღეს რომ დავინახე თელეგრამი ვერ დავიძინე ისე მიში გული გამომიკვდა და არათუ იმ კომენტარს დავწერდი მე იმას ვაი მშობელს აბა როგორია წარმოგიდგენთ ეხლა კიდე ის არის რა ქვია ინდოეთ-პაკისტანის ის რო დაიწყო კონფლიქტი ხო ვაიმე კომენტარები იყო საწასული იცით რა ხელა კომენტარები თან ზოგს რო ზოგი ის კომენტარს რო გადახედავ გული შეტკივა ადამიანებზე ყველაზე და ზოგს კიდე იმ ხელა ისინი გააშანშალეს რა ქვია არა ნამდვილად არ შეიძლება რა არ არის სიმართლე რა არ არის სიმართლე ხალხო ტელევიზიითაც იყო რა არ არის სიმართლე კურიერო ქრონიკამ ხო გამოაცხადა ქრონიკამაც გამოაცხადა და ჯერ იგეთი მაგათ ძალიან დიდი ხანია კონფლიქტი რაც იქიდან და ელემენტარული ჩვენ ხომ და ეგ პოლიტიკური ის არის რა ქვია ჩვენი საქმე არ არის იქ ადამიანები ცხოვრობენ და ადამიანები ეწირებიან და ბავშვები ანგელოზი ბავშვები ეწირებიან იმას ერთ მხარეს და საც და მეორე მხარესაც ხარ რა მნიშვნელობა აქვს მუსლიმია თუ ის არის რა ქვია ხალხო ქრისტიანებიც ცხოვრობენ იქ ქრისტიანებიც არიან იცით თქვენ არა თქვენ არ გეუბნებით მაგაზე ვიცა ქრისტიანებიც არიან ახლა ჩვენ გიორგი იმნაირი ზოგი იმნაირი ყველა მეტი წილი ხალხი ყავს ადეკვატური მეტი წილი კი არა 100% ადეკვატური აი კიდე კაი მართლა არსებობს ხალხნო აი მართლა არსებობს ადეკვატური ხალხი და აი მართლა რო გონება უჭერთ მართლა არსებობს ღმერთს მადლობა წირავ და ღმერთო მადლობა მაგისთვის მაგრამ აი ზოგი რა ჩარჩენილია ჯუნგლებში
თუ სად არიან არ ვიცი. ტყუილა კი არ არის ნათქვამი, გამოქვაბულიდან Wi-Fi დაიჭირავ და ისე დაწერავ. ტყუილა კი არ არის ნათქვამი. ჩამოვლენ და დაწერენ იმ ხელა პოემებს. არ ეზარებათ ან და ის არის რაზრი მოსდით. ხო იცით ხალხო თქვენ ნახავთ ალბათ მამა და შვილები რო გარდაიცვალენ თურქეთში მეწყერს რო იმას აქნეს რა ქვია ემსხვერპლები. ვაიმე სიტყვები რო ცოტა თურქული ვისაც გესმით გაიგებდით. ის კაცი იძახოდა რომ არ გამანთავისუფლოთო ჩემს გოგონებს ხელი უკიდია ჩემის ხელზეო და ისიც ხო გარდაიცვალო. მერე რაო მუსლიმები არიანო მაინც ბევრი არის. მუსლიმი რა მნიშვნელობა ბევრი რას ქვია ვერ გავიგე. ბავშვი ადამიანი ჯერ ეგეთი მუსლიმი კი არა რელიგიაზე საერთოდ არ უნდა იფიქრო. ადამიანზე უნდა წახვიდე. შენ რომ მოგივიდეს ეგეთი ის ვიღაცა არ უნდა მოვიდეს და იმას ხნა. იმას შოვში არ იყვნენ მუსლიმები შოვში რო ის მოხდა მეწყერი თუ რაც მოხდა. მუსლიმები ხო არ იყვნენ იქ. უნდა მოსვლოდათ? არავის გიორგი ნამდვილად არავის. სასწაული რა. ნებისმიერი აი ხალხო ადამიანია. ასე თუ ქართველი ესეთი ის თუ იყო რა ქვია ცუდი და გაფუჭებული მე ნამდვილად არ მეგონა. ყველა ქართველი არ არის გაფუჭებული გიორგი. ყველა მადლობა ღმერთს რომ ყველა არა ვართ ეგეთი. ზოგ-ზოგი რა დაიბადნენ ეს ხალხი ესეთი უღმერთოები გამაგებინა. არ ვიცი. მთელი საქართველო გასულია. ნებისმიერ შეიძლება ქართველიც არის იქ მუსლიმებში. არ არის? ხო არის? რაში? აი იქ სადაც ომია. ხო არის? ნებისმიერ ქვეყანაში არის ქართველი, ხო? ელემენტარული სიტუაცია. რატომ უნდა გვინდოდეს ვინმე სიკო ქართველები როგორ არ არიან ხომ იყვებიან ხოლმე ინდოეთში მაგალითად ბევრი ცხოვრობს. ხო, ანგელოზი ბავშვების რა მნიშვნელობა აქვს ხალხო? ვაიმე მე გავსულედე მე რა ჭუიდან გადავალ გეფიცები. აღარ მინდა, აღარ უყურებ, აღარც იმას უყურებ. ჯერ აი TikTok-მა სულ გადამრია. TikTok-მა ხო საერთოდ იმას აქნა რა ქვია. აი ბოდიში ხალხო ამ სიტყვის TikTok-ში ხო საერთოდ გადაიჯვეს. მართლა იმათმა რა ქვია, ბებრებმა და უჩვეულებელმა ხალხმა. იმაში კიდე Facebook-ში და იმაში თუ რამე დაიწერა და თუ რამე დაიდო, იცოცხლე. ილანძღვებიან პოემებს დაწერენ. არ ეზარებათ ამ წერა მაინც. არ ეზარებათ ალბათ, მე რა ისწავლეს და კლავიატურასთან ჯდომა, მართლა კლავიატურის ჭიებმა და წერენ. მეტი რა საქმე აქვს? მეტი საქმე არ აქვს და საკუთარი ცხოვრება კიდე არ აქვს, რომ საკუთარ ცხოვრებას მიხედონ. ჯობია რომ სხვის ცხოვრებაში ზოგიერთმა წვედი არ ჩაქვს. არ უნდა დაწერო კომენტარი. თუ დაწერ შედაროცულო დაწერე ნორმალური. რატო გაქვს ეს გულის სიძულვილით, ან შეიცოდე, ან გული შეგტკივა, რა მნიშვნელობა ჩემი ახალგაზრდა მოკვდება ის მოკვდება. ყველა ხო ბავშვია რა. ეხლა რა მნიშვნელობა აქვს? აი მაგალითად სრული მასშტაბით რომ ღმერთმა არ ქნას რომ ეგ მოხდეს. ღმერთმა ქნას რომ ეგ არ მოხდეს. მაგრამ სრული მასშტაბით რომ მიდაიწყოს. თელ ქვეყანაში ხო? ხო ისიც რა თქმა უნდა აქ ერთი მხარე რომ საპასუხო ესურის, მეორე მხარე ხო საპასუხოს მიიღებს. საპასუხოს ხო ესურის. არა? ეგ ლოგიკაა, ლოგიკურია ეგ ყველაფერი. ხო და რატომ უნდა დაახო? ერთ მხარესაც ხო ადამიანები, ბავშვები, ჯერ პირველ რიგში ბავშვები, მერე ადამიანები, ამდენი ადამიანი ეწირება, ხო? მერე მეორე მხარე. მერე მეორე მხარეს კიდე. და თან მით უმეტეს ეს ორი ქვეყანა არის ბირთვული ქვეყნები და ბირთვული იარაღი თუ გამოიყენეს, მარტო იმათ კი არა, ჩვენც დაახეული გვაქვს. თელ დედამიწას დაახეული აქვს. მაგაზე რატო არ ფიქრობენ ზოგიერთები, ჰა? და ჯერ გინდაც ბირთვული კი არა, ომები რო არის სხვა ქვეყნებშიც, ყველა მთელი მსოფლიოს ეკონომიკაზე აისახება. საქართველოს ეკონომიკა ჯერ ისეთაც არ ჩამოშლილია და ჩამონგრეულია და კიდე ეგ უნდა? ეგ გაგვაკლდა და ეგეც იმას აქნეს რა ქვია. ხო, რატო? მთელ ქვეყნებზე აისახება გიორგი, ნებისმიერ ქვეყანაზე აისახება ეგეთი რაღაცა. და რატომ არ უნდა იყოს, არცად არ უნდა იყოს ომი, ყველგან კარგად უნდა ვიყოთ გიორგი, იქაც, საქართველოც და ყველგან. რა შოშე ბევრია და ცოტაა და ბევრნი არიან მაიცო, არაფერი მოუწ. რას ქვია, ბევრნი არიან. ბავშვი რატო უნდა მოკვდეს?
ნებისმიერი. რას ქვია ბევრია? ჰა. ოიმე. არ ვიცი, ჩამორჩენილი. მაინდა ამ იმაზე რა ქვია, რაოდენობა, ადამიანების რაოდენობაზე რატო იმას აშვებით? ბიან ზოგიერთები. რაოდენობაზე რა მნიშვნელობა აქვს? იქ ადამიანები არიან, ხო? ბავშვი ეწირება ამდენ და რაღაცას. რელიგიაზე წავიდე ხოლმე, რელიგიას მიაწერენ ყველაფერს. რელიგიას ყველაფერს მიაწერ ხალ, მიაწერს ზოგიერთები. ისიც უფლის შვილები არიან რა. მე არ ვიცი რა ხალხო მე რა ვიცი რატომ უნდა ვიყოთ ესე მსგავსო ხალხი მე არ ვიცი რა. მე არ წამს ხალხო აი შეიძლება ვიღაცამ დამცინოს რომ როგორ სულ კარგი როგორ არ მინდა. აი ცოტა მქონდეს, აი ამოდენა მქონდეს, აი ამოდენა მქონდეს და ვიცოცხლო ნამდვილად არ არის კარგი რომი. ბავშვებიც ნებისმიერ ქვეყანამ კარგად იყოს და იქაც საქართველო რა თქმა უნდა ჯერ ჩემი ქვეყანა და მე კიდე სხვა, მაგრამ არავინ არ უნდა თქვას ადამიანმა რომ აი იმას ისინი ბევრები არიან და დაიხოცონ. არავინ არ უნდა. თუ ეხლა კიდე რა მინდოდა? ის არის რა მინდოდა თქმა. გეცოდინებათ ალბათ მაგ მხარეს სადაც არის ომი, ეგ ზოგადად სადაო ტერიტორია მან და ეგ ჩვენი საქმე ის არის რა ქვია. თავი ომზე და უბიტ ტერორისტული თავდასხმა მოხდა. 26 ადამიანი გარდაიცვალა. ხო? 26 ადამიანი ცოტაა? და ჯერ ეგეთი იმ ტერორისტებს ზოგიერთი სხვათა შორის ქართველიც რატო აფარებს ხელს? საერთოდ რელიგია კი არა, ტერორისტს ადამიანობა და ის საერთოდ დაკარგული აქვს. და ჯერ ეგეთი ადამიანობა მარტო იმას კი არ ზოგიერთებს იმათაც აქვთ დაკარგული ვინც ამართლებს. და პოლიტიკას კიდე ყველაფერს მომივაწევთ. და არავის საქმე არ არის. პოლიტიკა არის კიდე ყველგან ერთი და ადამიანები არ უნდა ვეწირებოდეთ მაგას. ხო, და ყველგან ჩვენი საქმე არ არის ახლა ამ პოლიტიკაში არ. პოლიტიკა ჩვენ არ გვეკითხება, ჩვენ ვერასოდეს ვერ გავიგეთ მაგას. ეგ ჩვენი საქმე არ არის და ხო და ულანძღავთ ერთმანეთს, შევიყვანოთ. თუ რაღაცა არის, არ მიყვარდეს ადამიანი, მაგრამ არ მივალ და არ გავლანძღავართ. ჯერ ეგეთი არ მიყვარდეს ეგ სიყვარული და არასიყვარული ყველა ვერ შეგვიყვარდება და ყველა ზოგს ნათესავი არ უყვარს და სხვა უცხოურ ადამიანი რო არ შეუყვარდეს დიდი ამბავი ყო და ხო გიორგი, მაგრამ არ უნდა ლანძღო, ხო? არ უნდა ლანძღო, ხო? ხო უნდა ჩაკრა თავში რომ გინდათ ტურისტები ჩამოდიან, ის არის რა ქვია, ვიდეოებს უღებენ წვირპირში, ატაკებენ ხოლმე ამ კამერებს მართლა. ჟურნალისტებმა რო იციან ხოლმე, აი ხომ პიტა რომ მოგიტანენ ამის პირში. ხო და აი გეფიცები გიორგის, აი ნათესავი მოდის. აი ახლა დღესაც ყავდა ნათესავი ყავდა. მე შემეძლო გადამეღო, ხო? ხო, მაგრამ იმას არ სიამოვნებს ჩვენი ვიდეოს გადაღება და სიამოვნებაც მაგაზე არ არის საუბარი. მარტო სიამოვნებს კი არა. იმას რო ჩამოდის ხო ადამიანი, ხშირად რა თქო ვერ ხედავთ ერთმანეთს. ხო. ვერ ხედავთ ერთმანეთს. პრინციპში არ ცალია, ხო, ელემენტარული. ერთად ხშირად რო ერთად ვიყოთ. კი, მართლა. აი მაგალითად, ეს ჩვენი ნათესავი დღეს რო იყო. გამარჯვებაში ცხოვრობს. ხშირად ვერ მივდივართ ერთმანეთთან. და გიორგის მამიდაშვილი. მამიდაშვილია ჩემი. ხშირად ვერ მივდივართ ერთმანეთთან. მაგრამ ახლა ყოველდღე იქ ვერ იქნები, მაგრამ ხო და ხო, მაგრამ ჩამოდის საუბრობთ იმას აშვებით, რა ქვია. მე შემიძლია რომ გადავიღო. არ გადავიღებ. იმიტომ რომ იმისი ის არის, რა ქვია, უფლებები, მისი უფლებაა რომ არ უნდა გამოჩენა, ხო? და ეხლა რომ იმას იზავ კამერას ჩართავ და მიანათებ პირდაპირ იმაში, წვირპირში ადამიანს. ჯერ ეგეთი ეს უნახაობა რა უბედურებაა. და მერეც მეორე ქართველებს ყველგან უნდათ იარონ და საქართველოში არ უნდათ რომ ჩამოვიდნენ. ვერ მოგვართვით. ესე იგი, ჩვენ წავიდეთ ყველგანო, ჩვენ ვიაროთ ყველგანო და ისინი არ ჩამოვიდნენ საქართველოში. აბა. ვერ მოგართვით. ხო, მართალია. იმენზე ვარ. 39-ზე ცოტა ხანი ვიყოთ და წავიდეთ. ხო და ელემენტარული არ შეიძლება ხალხო უნდა ვიყოთ ერთად. უნდა ვიყოთ არავის ცუდად არ უნდა მივმართოთ.
ყველას კარგი თუ დავწერ, კარგს დავწერ, შედალოცვილო რაღაც ცუდი ვიღაცას რატომ უნდა გავალანძღიო, თავით სიტყვაზე ავიღოთ, აი მითხარი რა. და ჯერ ეგეთი რამეს რომ ეტყვი. ნამდვილად აი ცუც ვერ დავწერ ხალხო, აი ჯერ მე რამეს რო ეტყვი, რამეს რო ეტყვი და რო გაგლანწყავ და რამეს ეტყვი, რატომ მეუნები ეგეთები როგორ მითხარიო? ხო. ესე იგი შემლამძღო და მე არაფერი გითხრა. კი აბა. რას ქვია ვერ გავიგე? არ ვიცი. ხალხო მე არ ვიცი რა ხდება რა. რა ხდება რა მდგომარეობა? ამ ინტერნეტმა ძალიან გამოაჩინა ისინი რა ქვია. ხალხი. ბოროტი ხალხი. და არ შეიძლება არავის გავცის. ეკლესიაშიც დადიან ვითომ სანთელსაც ანთებენ ღმერთს ახსენებენ 24 საათი, მაგრამ საერთოდ ღმერთი არც გულში ყავთ და არც ტვინში კიდე. საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მაგათთვის ალბათ ღმერთს. ის არის ტიკტოკერი იყო ხო და ინდოეთში იყო ამ ბოლოს ჩასული, ტაძარში შევიდა, ინდურ ტაძარში და ფუ როგორ შეხვედიო. ჯერ ეგერთი ხალხისგან კიც მიიღო კარგი პასუხები, კარგი კომენტარები. და მე იმანაც ჩაწერა ვიდეო. რა მნიშვნელობა აქვს სად შევალო? ჯერ ეგეთი ტაძარი, არც ერთ ტაძარში შესვლა არ არისო, ისე ცოდვაო. ეგ მართალია. და მე კიდე აი სერიალში იყო. ხო გახსოვს. სერიალში იყო. ხო, ამბობ. ემაში რა ქვია, თურქულ სერიალში იყო. სტამბოლში ხო არის ტაძრები არის, ქრისტიანული ტაძრები. ხო და ისინი შევიდნენ მუსლიმები და მამაოს უთხრეს, რომ ცოდვა ხო არ არისო, რომ შემოვედით მუსლიმები ვართო და ცოდვა ხო არ არისო და არანაირი ცოდვა არ არის. ისევე როგორც მუსლიმისთვის არ არის ტაძარში ქრისტიანულ ტაძარში შესვლა ცოდვაო, ასევე ქრისტიანისთვის არ არის ცოდვა მეჩეთში შესვლაო. ხო, მართალია. ეგრე უთხრა მამაო, რა ვიცი. ნამდვილად ეს არა უბედურება არის რა არის. ეგ მართალიც არის, აბა. ნებისმიერ ქვეყანაში რო წახვალ ახლა ელემენტარული ყველაზე მშვიდი ადგილია, რა ქვეყანაც არ უნდა იყოს, ყველაზე მშვიდი ადგილია ტაძარი. ხო, რა თქმა უნდა, ყველაზე მშვიდი ადგილი. 7 და აი ტაძარში რო შევალ, ასე მგონია მთელი ორგანიზმი აი დაიშალა მე. ეხლა ის არის. ესე იგი, მაგალითად ინდოელი რო ჩამოვიდეს საქართველოში და ხონახულობენ ხოლმე, ესე იგი ტაძარში არ უნდა შევიდეს, იმისთვის ცოდვაა. არა, სისულელია ხალხო ეგა. ზოგიერთი თვითონ ალბათ ტაძარში საერთოდ არც ყოფილა, სიმართლე გითხრა. აუ გიორგი, წამონენილა და თაწიწილებით შევამწყდიოთ მე რა. ხო. არ დამავიწყდეს არ იქ აფერმოში მიჭამოს. მე რა ვიცი, არ ვიცი. სად დაიბადნენ და სად გაიზარდნენ, უკვე არ ვიცი. არა, ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს. ტანდარა ტუნტურუ. გესმით? მე რომ ისინი მაქვს, აგე. ძალიან შვენიერად ამას არ გადამიყრია და არც გადავყრია არასოდეს. შვენიერად ადის თავისთვის. რა სისულელი აი მარა უნდა გვიქნას რა. და ხოცავს. ისაო ღმერთი გიწყ. ღმერთი მაგას არ გიწყენს ნამდვილად. მე სხვათა შორის მამაოს უთხარი ეგ. მამაო ყავს მეგობრებში იმაში ინსტაგრამზე და მამაოს მიწერე. ისინი არანაირი ცოდვა არ არისო. არანაირი ცოდვა არ არის ეგო. ხო, არანაირი ცოდვა არ არის ეგო. და ვიღაცებს კიდე ნუ მოусმენო. იმიტომ რომ ისინი საერთოდ უღმერთოები არიან, მართალიც არის. ეგ არის უღმერთობის ბრალი. მოდი გიო დაბნელ. დაგემშვიდობებით ახლა დაბნელ და ხალხო. აქ შუქი რამდენჯერ გავაკეთეთ იმდენზე და რაღაცა ხდება. ჯერ ელექტრიკოს ხო ველოდეთ. მე ამ ბოლოს სხვა ელექტრიკოსი გამოვიძახე. გაფუჭდა ისე. გააკეთა. გაფუჭდა. ისე. აი ის არის სუნთლად ეს ხაზი შესაძლებელი გვაქვს. ხო, შესაძლებელია. თუ არა ის არის რა ქვია. აბა ხო დაგემშვიდობებით. თან აღარ ვიძახებ ელექტრიკოს აზრი აღარ აქვს, მაინც ფუჭდება და ტყუილა ფულებს ვიხდი ხალხო. აბა კარგად იყავით, მაგრად იყავით. ის ვაიფონი რაღაცა გასაწმენდია ის არის. აიფონი გასაწმენდია, ამას მიწერე თვითონ მაღაზიას. ამას შენ ვერ გაწმენდო. ისა პროგრამისტმა უნდა იმას აქნასო რა ქვია. გაწმენდოსო და იმაშიც პული უნდა გადავიხადო კაცო. ფულს შეულობენ ყველა ფერში კაცო. არა, უნდა ქალაქში რო წავართ გიორგი. თვითონ მაღაზიაში უნდა მივიტანო. და ჩვენი პროგრამისტი იმას ისახსო რა ქვია.
გაწმენდავსო? გაწმენდავსო, ხო, სპეციალისტი ვინც არის. ხო, აბაჰე და აბაჰო, კარგად იყავით, მაგრად იყავით, ჯიგრად იყავით. დიდი მადლობა ჩვენი მოსმენისთვის, ჩვენი გაძლევისთვის და ხალხო გვიყვარდეს ერთმანეთი. თუ არ გვეყარება პატივი, მაინც ვცეთ ერთმანეთს და ცუც ნურასოდეს ნურავის ნუ უსურვებთ. ისეთი იქნება, ასეთი იქნება, ისეთი იქნება, ისეთი იქნება, ეგ ჩვენი გადასახადი. შვიდობა მსოფლიოს. ეგ ღმერთი უფალი გადმოხედავს ყველას. შვიდობა მსოფლიოს. ღმერთმა გადმოხედავს. დამიწერეთ სიმართლე, აი დამიწერეთ თუ ცუც ლაპარაკობ ხალხო. ეგ უფალი გადაწყვეტავს. იცი რა ხალხო რას გეტყვით. დღეს მართლა უკანასკნელია ეს ვიდეო, რაც ჩავწერე. всё, კარგად. всё, კარგად იყავით, მაგრად იყავით. ჯიგრად იყავით. დაგვიწერეთ კომენტარში თუ მართალი ვარ, რაც ავთქვი ეხლა. უფალი გადმოხედავს ყველას. ღმერთი იყოს ყველას ფარველი. გარშის უფალი. ჩვენი გასასჯელი არავინ არ არის. მართალი ვარ თუ მტყუანი ვარ, დაგვიწერეთ ხალხო იმაში რა ქვია კომენტარებში. შვიდობა მსოფლიოს. აბაჰე, იქაც ჩვენ. ხო, მსოფლიოში შევდივართ, რა თქმა უნდა. შვიდობა მსოფლიოს. აბაჰე, კარგად იყავით, მაგრად იყავით, კარგი საღამო, მშვიდობიანი საღამო. კარგად და ყველას გვესაჭიროება აბსოლუტურად, თემ მსოფლიოს გვესაჭიროება დღეს. მიაგდექი ხალხო. მე თუ დგები, გამოვთო. აბაჰე და აბაჰო. მომავალ ვიდეომდე, ბაი.